ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ ბორიქ სლომაძე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის განთავსების საკითხმა. დეპუტატების განცხადებით, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბარიერებს ვერ განათავსებენ, რადგან დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის განმარტებით, აღნიშნული სიჩქარის შემზღუდავი ბორცვების გაკეთება აუცილებელია სკოლებისა და საბავშვო ბაღების წინ. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს. Ჩვენთვლით რომ არის ზუგდიდში ადგილები განსაკუთრებით სკოლების და საბავშვო ბაღების წინ, სადაც ეს სიჩქარის შემზღუდავი დამცავი ბორცვები უნდა იყოს, მაგრამ ეს ბორცვები არ შეიძლება იყოს ცენტრალურ მაგისტრალებზე. ამან გამოიწვია სხვადასხვაობა და ჩვენ შევთანხმდით იმ კონკრეტულ ქუჩებზე ზუგდიდში, სადაც შეიძლება იყოს სიჩქარის შემზღუდავი ბორცვები და სადაც არ შეიძლება იყოს კონკრეტულად მაგალითად ნიკოლაძის ქუჩაზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური ქუჩა და ძალიან დიდი მოძრაობენ ავტომობილები. ჩვენთვლით რომ მოსახლეობა თხოვნით არის მოსული და ჩვენ თვითონ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ამ ნაკადში უკვე ვერა, იმიტომ რომ ამ ნაკადში უკვე გათვალისწინებულია და მომავალ კვარტალში მაინც ჩაჯდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განმარტებით, პროექტის მიზანია საგზაო შემთხვევების პრევენცია, ხოლო პრიორიტეტი საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღების უსაფრთხოებაა. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორია. ასევე ის გზები, სადაც ჩვენ ერთობლივად მუშაობის შედეგად უკვე პატრულთან შეთანხმებით, ასევე შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით უკვე გადავწყვიტეთ თუ სად უნდა განთავსდეს ეს ბორცვები და ეს არის მომავალშიც უკვე დისკუსიის საგანი და ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრებით მათი მოთხოვნიდან გამომდინარე და პარალელურად პროფესიონალების ჩათვლით განვახორციელოთ ეს პროექტები. საკრებულოს დღევანდელ სლომაზე ასევე საუბარი შეეხო ქალაქ დასუფთავების სამსახურის მუშაობის საკითხს. კერძოდ, ანა წითლიძის თქმით, ქალაქის დასუფთავების სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას პრეტენზიები აქვს. დეპუტატმა დღეს პრობლემური ქუჩებიც დაასახელა. მე ვასახელებ კონკრეტულ ქუჩებს, ეს არის ლომთათიძის ქუჩა, ეს არის ჩიტაძის ყველა შესახვევი და ეს არის ბაზრის უკანა 9 სართულიანების ტერიტორია, სადაც დღეს არასაკმარისი ბუნკერების გამო ეს ივსება წამებში და ნაგვის მანქანა იმის გამო რომ შედის კვირაში ერთხელ, ის ვერ ახერხებს დროულად ამ ნაგვის გატანას, რაც რეალურად პრობლემას უქმნის მოსახლეობას. ჩვენ გვავიწყდება ამ შემთხვევაში, რომ მოსახლეობას ნაიხდის ნაგვის გადასახადს და თუ საკმარისი ბუნკერები არ არის ქალაქში, მაშინ არა კვირაში ერთხელ, არამედ გაცილებით სისტემატიურად უნდა შედიოდეს ეს ნაგვის მანქანა და უზრუნველყოფდეს ამ პრობლემის მომგვარებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ იმ მოტივით, რომ ეს საკითხი ზუგდიდ დასუფთავების სამსახურის კომპეტენციაა. ტელეკომპანია ოდიში ზუგდიდ დასუფთავების სამსახურის უფროსის პოზიციით დაინტერესდა. ნუგზარ მოლაშხიას განმარტებით, ნაგვის ურნები ქალაქის ტერიტორიაზე მართლაც არასაკმარისადაა. ყველა ღონა მიღებული მერიაც ცალკე გამგება სოფლებისთვის ნაწილი უკვე ჩამოვიდა ურნების კიდე მოდის ურნები გამიგეთ სადღაც 15 დღის განმავლობაში ცენტრალიზირებულად ხდება მთელს ქვეყანაში აი ამ ურნების შეძენა და დარიგება და გაკეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ მინიმუმ 1000 წალი ურნა მაინც უნდა ზუგდიდს რო 1000 წალი ურნა უყიდონ, ამას უნდა 1 მილიონი. ხოლო რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის მუშაობას, მოლაშხიას განმარტებით, დაკისრებულ მოვალეობას სამსახურის ყველა თანამშრომელი ასრულებს. საერთოდ ნაგვის ურნები ზუგდიდში საკმარისი არ არის, ნამდვილია და სწორია, მაგრამ მეორე რაც თავარი არის, ახლა თქვენ რო იძახით, რომ იმის 9 სართულიანი სახლი რომ არის ბაზრის უკან ტერიტორიაზე, ლენინგრადის ქუჩაზე. კვირაში ერთხელ იცლება რომ იძახის, სინდისი არ უნდა კონდეს ეს რომ დაწვა, იმიტომ რომ დღეში ორჯერ იცლება და ზოგჯერ სამჯერაც, გამიგე? ხო და ასევე არის ყველგან, ეხლა დაუშვებიდან ბაზრის გარშემო ტერიტორიაზე სამჯერ იცლება დღეში და მერე 7 საათის მერე კიდე მაინც გამსებულია და ესეთი დაძაბული მუშაობაა და ეხლა ლომთათიძის ქუჩა კონკრეტულად მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ქუჩა არ არსებობს, სადაც მანქანა არ მიდის. საკრებულოს დღევანდელ სლომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხებთან ერთად სხვა საკითხების განეხილეს.